ნამდვილად ირონიულია, რომ სიძულვის ენაზე სასაუბროდ ქართულმა ოცნებამ დღეს გამოუშვა ადამიანი, რომელმაც მხოლოდ 2026 წელს მოქალაქეთა მიმართ ხაზს უსვამ. მოქალაქეთა მიმართ სიტყვები აგენტი, მოღალატე და უსამშობლო გამოიყენა 275 ჯერ. ადამიანი, რომელიც საზოგადოებამ პარლამენტის კაფეტერიასთან პაპუაშვილის ასისტენტთან ჩხუბის ვიდეოთი გაიცნო. ადამიანი, რომელმაც მხოლოდ ბოლო სესიაზე ქალების მიმართ გამოიყენა შემდეგი სიტყვები. უტიფარი, უნამუსო, ნამუს გარეცხილი აგენტი, მოღალატე. ბატონო არჩილ, მის მიუხედავად, რომ თქვენ ამდენი შეურაცხყოფა გაქვთ ქალებისთვის მიყენებული, არც ერთ ქალს თქვენთვის არ უჩივლია, მაგრამ თქვენ როგორც კი ერთხელ სტატუსი დაგიწერეს, წახვედით და უჩივლეთ ქალბატონს. თქვენ ხართ ალბათ თქვენ ხართ პირველი და ალბათ ჯერჯერობით ერთადერთი კაცი, რომელსაც ქალისთვის საჩივარი აქვს დაწერილი სტატუსის გამო. და დღეს ზიზღის ენაზე დღეს ადამიანი საუბრობს იმ გუნდის წარმომადგენელი, რომლის პრეზიდენტიც ხალხმა პოლიტიკაში გაიცნო მაშინ, როდესაც პარლამენტში დედას აგინებდა ოპონენტებს. იმ გუნდის წარმომადგენელი, რომლის პრემიერიც გოგონა ჟურნალისტს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით. ფუ რას გავხარ, ქალის სახე დაკარგე, არაქალო, სამარცხვინო, პირზე დუჟი გაქვთ. გუნდის წარმომადგენლები, რომლის მერიც, დედაქალაქის მერიც კალაძე ქალებს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით. ბრიყვო, ნაძირალა, ბინძურო, უტიფარო და ასე შემდეგ. ბატონ კალაძეს გაცილებით მძიმე სიტყვები აქვს გამოყენებული ქალთა მიმართ, უბრალოდ თავს არ ვაკადრებ ამ სიტყვების გამეორებას. სიძულვის ენაზე გვესაუბრება გუნდი, რომელმაც არა, ვიკა, ჩვენ ხო ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არის პრობლემა. კი ბატონო, დაასრულეთ. მე გეტყვით, საიდან არის სათავე ამ პრობლემის, საიდან დაიწყო. გუნდის, რომელმაც დაამკვიდრა ამ ქვეყანაში საერთოდ სიძულვის ენა და მოქალაქეები დაყო მომხრეებად და მოღალატეებად. თქვენ ნახევარს საქართველოს მეცით, რომ არ დაგეთანხმოთ თულად ასეთ კატეგორიულობაში უახლოესი ისტორიის გათვალისწინებით. მე ნება მომეცით, რომ დავასრულო და ბატონო, უბრალოდ ფაქტი შეგისწორეთ. ფაქტი ეგ არის. ფაქტი დანგრეული თბილისიც იყო აი ამას გულისხმობდი მე მხოლოდ. ნახევარ საქართველოს შუაღამეს დაურეკა და აგინა 11 წლის ბავშვებს და ქალებს აგინებდნენ. ეს არ შეიძლება რა. სადარბაზოებთან ეს აბსოლუტური ყოლია. აბსოლუტური ქალებს და ბავშვებს ამას მტკიცებულება სჭირდება. ბატონო არჩილ. ამას მტკიცებულება სჭირდება. ეს არის ასაკის განურჩეველი. ბატონო არჩილ. და კეთილი და მოისმინეთ. ეს თქვენს მიერ მართული კომიტეტი არ გეგონოთ, სადაც განსხვავებული აზრის მოსმენას ვერ იტან და მიკროფონს უთიშავთ ადამიანებს. ხომ ასეა ბატონო როზე, ეს ხომ არ არის ბატონი არჩილ. მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები. არა, რა თქმა უნდა. არ შეიძლება როდესაც ასე ხელახებით ისაუბროთ აბსოლუტური სიცხე. თუმცა ბატონ არჩილსაც აქვს უფლება რომ გაქცევას. და აშანტაჟებდით საკუთარ მოქალაქეებს, ომით აშანტაჟებდით ომგამოვლილ მოქალაქეებს და მაშინ როდესაც უკრაინაში ბავშვებს ხოცავდნენ, თქვენ დანგრეული და დაბომბილი საბავშვო ბაღების ბანერები გამოუკარით საქართველოს ქუჩებში. თქვენ საქართველოში ცხოვრებ კაცებს უთხარით წინა საარჩევნოდ, რომ თუ ჩვენ არ მოგცემთ ხმას, გაგათხოვებენო ბატონო არჩილ. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ქართველი ქრისტიანი კაცისთვის რა შეიძლება იყოს, რომ ქართველი კაცის ღირსება დაიყვანო პარლამენტის გამში თუ არ იჯდებოდა არჩილ გორდულაძე. დაპირებული 100 ქარხანა ვერა, მაგრამ ტროლების 100 ქარხანა ნამდვილად შექმნეს, სადაც აფინანსებდნენ, აი აქ არის ჩამონათვალი, ძალიან მცირე, აფინანსებდნენ სოციალურ ქსელებს. 100,000-ობით დოლარი აქვთ გადახდილი ხალხის გინებაში და წყეულაში. და მეტამ ტროლობაში ამხილა ტროლობაში და დაუბლოკა 1000-ობით ფეიჯი. ისევე როგორც 100,000-ობით დოლარი აქვს ჩასხმული, მაგრამ ბავშვის წამლისთვის ფული ენანებათ. აი ეს უკვე არის, ეს არ შეიძლება ხელისუფლება. აი ეს უბრალოდ ასეთი განცხადების გაკეთება როგორ შეიძლება? აი უბრალოდ როგორ ბედავთ? როგორ ბედავთ ახლა როცა იგივეს იმეორებთ? როგორ შეიძლება რომ ასეთი პოლიტიკური ფულების დასაწერად როგორ შეიძლება რომ 275 კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების და ბავშვები გამოიყენოთ პოლიტიკური ფულების დასაწერად. ეს შეიძლება უბრალოდ. რა თქმა უნდა, ჩემი ეთერი. ამიტომ თქვენ მიკროფონს არავინ გითიშავთ. გადროვებთ. ორგანიზებულად ადამიანებს ამ ქვეყანაში ხდებოდნენ სადარბაზოებთან სისტემურად, ცემდნენ ქალებს და ბავშვებს, შშმ პირებს.
რომელი სიტყვის სიძულვის ენას ვინჩივის ეს ქმედებაში აქცია და თქვენი ყავით ადამიანი, რომელიც ამას ფარველობდა და ამ ყველაფერს ამართლებდა. და ეხლა თქვით ადამიანის ხელი დავაფარე. ერთი ფაქტი. სულ ცოტა ხნის წინ თქვენ დააკავეთ ამის გამო ადამიანები ხალებს სახეში კრასკა შეასხეს თქვენმა აქტივისტებმა, რომელიც მე ამით ამაყობდნენ. რომელიც ამით შემდეგ ამაყობდნენ. თქვენმა აქტივისტებმა დაწეს. თქვენი სახელმწიფოს პასუხისგებლობაა ბატონო სანდრო და ქვეყანაში თუ სიძულვის ენარი ეს არის მხოლოდ თქვენი პასუხისგებლობა. რომელიც ამენას ამკვიდრებთ უკვე წლებია და ქვეყანა ორად დაყავით. თქვენს მომხრეება და მოღალატეება. გასაგებია და აქედან გამომდინარე თქვენ საერთოდ ამაზე ლაპარაკის უფლება არ გაქვთ ბატონო არჩილ.